მეგობრებო, მიუხედავად უამრავი ვიდეოსი, პამიდორის გასხლაზე ხალხი მაინც სვამს შეკითხვას. უნდა თუ არა გასხლა, გასხლის გარეშე რამე მოისხამს თუ არ მოისხამს. მოდი ახლა ნახოთ. იგივე ჯიშებია თითქმის აქაც და იქაც, სადაც ახლა გაჩვენებთ. უბრალოდ ერთი კვალი ისე მქონდა, მაგის თავი არ მქონდა. გასხლული პამიდორი. ყველგან ხედავთ, ნუ აქ თავი მოწყდა, მაგრამ იმდენი კილოგრამი ასხია, რომ რა ვიცი. როდესაც, ნუ ასე თუ ისე დროულად ეცლებოდა ნამხრევი. ხო? ეხლა იგივე პამიდორი, უბრალოდ განსხვავება არის იმაში, რომ ერთი კვირით გვიანაა დარგული, შეიძლება 10 დღითაც, მაგრამ აი ხა დავიწყე გასხლა. კი, გვიანია, დამეგვიანდა, მაგრამ რავი, როცა ვახერხებ მაშინ. ნახეთ. არაფერი არ ასხია, გარდა ამონაყრებისა, ნახეთ რამდენი ყლორტი აქვს წამოღებული. არაფერი პამიდორი ზედ გამონასკული არ არის. არც ერთზე. ხა 10 დღე შეიძლება დამწიფებისთვის იყოს სხვაობა და არ იყოს, მაგრამ გამონასკულის კი არ არის პამიდორი. ასე რომ პამიდორს უნდა სხვა და ნახეთ ვიდეოები და გასხალით აუცილებლად თავიდანვე სანამ ამ ხელა რაღაცეებს ამოიყრის. ეს ახლა არის მწვანე მოსავალი მაქვს პამიდორის ტოტების მე.